დასავლეთში მაგალითად ურთიერთობა გვიწევს წარმომადგენლობით დემოკრატიებთან, ხო? ანუ რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბუჩამდე იყო აფხაზეთის პროექტში შემოგვეყვანა? შენი აზრით, აი რატო შეიძლება რომ მე არ მომწონს წინ დგომა? ან რა ვერ ვიდექით, ან ვინმე დაგვაძალებდა ამ ყველაფერს? წარმომადგენლობით დემოკრატიაში შენ გჭირდება მანდატი. ანუ იქ რო ჩადიხარ, წონა გემატება თუ წარმოადგენს ბევრ ხალხს. და აქედან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილსაც მე ვუყურებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილს, არამედ როგორც ლეგიტიმაციის ლეგიტიმაცია აქვს მას. და მე მომწონს, არ მომწონს, როგორც ვთქვათ, იგივე გირჩთან დაკავშირებით მაქვს პოზიცია, რომ მე ხა იაგოს კი არ უყურებ, როცა გირჩს ელაპარაკობ, ვხედავ უკან მის 63,000 ამორჩეველს და ამიტომ იმაჩნია, რომ იმ 63,000 ამორჩევლის ადგილი უნდა იყოს პროცესში და არ მომწონს მათი მარგინალიზაციის მცდელობა, იმიტომ რომ შენ იაგოს მარგინალიზაციას კი არ აკეთებ, იმ 63,000 ამორჩევლის მარგინალიზაციას აკეთებ და ეს არ არის კარგი. ეს ხალხი აქციაზე დგას და ეს ხალხი უნდა იყოს პროცესის ნაწილი. იმ დოზით, რა დოზითაც არ საკვირველია თავად სურს, ხო? აი ეს ერთი ზუსტად ესე ვხედავ სალომესაც. ანუ კი არ ვადარებ ერთმანეთს, უბრალოდ პრინციპს ვხსნი. სალომეს აქვს ლეგიტიმაცია. ის არის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი. ამ ქვეყანაში